კენჭები თირკმელში დაახლოებით პოპულაციის 12%-ს აქვს. ეს თვალით გაზომვადი, თორე უფრო პატარები ბევრად მეტ ადამიანს აქვს და რაც მეტი დრო გადის, მეტ და მეტ ადამიანს აქვს თირკმელში კენჭები, ძირითადად ჭარბიწონის გამო, დიაბეტის გამო, მდუნე ცხოვრების და საკვების გამო, რა თქმა უნდა. ამიტომ ვისაუბრებთ, რისი გაკეთება შეგვიძლია 7 რამე, რითიც თავიდან ავიცილოთ კენჭები და 7 რამე, რასაც ყოველდღე ვაკეთებთ და ეს კენჭების წარმოქმნას ხელს უწყობს. ანუ 7 რამე, რაც არ უნდა გავაკეთოთ და რაც უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კენჭები არ წარმოგვექმნას. თვითონ კენჭები საკმაოდ შემაწუხებელია, მოკლედ და სიმპტომები როცა აქვს კენჭის გავლას, გაგიგებთ ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტკივილია. ადამიანი ვერ პოულობს ადგილს, იმდენად ძლიერი ტკივილია და მაგითაც შეიძლება გამოარჩიოთ სხვა ტკივილებისგან, რომ ადგილს ვერ პოულობს და მოვლითი ტკივილები აქვს ხოლმე, გვერდითა უკანა მხარეს, რომელიც თირკმელცა იქითა მხარეს ძირითადად გვერდით და უკან. და ტკივილი გადაეცემა ან საზარდულის მიდამოში, ან მუცლის ღრუს მიდამოში ხოლმე ეს გადაცემითი ტკივილი ახასიათებს და ძალიან შემაწუხებელია. ამიტომ არავის არ ურჩევ მის გაზიარებას. სხვა პრობლემაც აქვს თირკმლის კენჭებს. ხშირად ისინი მარტო არ მოდის. ანუ ბევრ შემთხვევაში არის ასოცირებული საშარდე სისტემის ინფექციებთან. ზოგჯერ თირკმლის კენჭი კეტავს შარდის სადინარს, შარსაწვეთს და თირკმელში ვითარდება შეგუბება. ანუ შარდი გროვდება თირკმელში, თირკმელი იბერება, ზიანდება და დაზიანებული თირკმელი ბევრჯერ ითიშება ხოლმე ისე, რომ ვეღარ აღდგება მერე. ან თირკმელი თუ დაზიანდა, მისი აღდგენა ძალიან ძნელია და ეგ კიდე ცალკე დიდი პრობლემაა. ასევე თირკმელში კენჭები ასოცირებულია კვებასთან მნიშვნელოვნად, ჭარბწონასთან და დუნე ცხოვრებასთან, როცა ადამიანი არ მოძრაობს საკმარისად. ახლა ვთქვათ, რას ვაკეთებთ ისეთ, რითიც თირკმელში კენჭები გვივითარდება. პირველი არის, როცა საკმარის რაოდენობა წყალს არ ვსვამთ. როცა არ ვსვამთ, აი მაგალითად თუ ლიტრა ნახევარზე ნაკლებ წყალს სვავს ადამიანი დღის განმავლობაში, მარტო პირდაპირ არ იგულისხმება, რომ მოიდგას 2 ლიტრიანი ბოთლი და ესე სვავს, ყველაფრიდან იგულისხმება ჩაი, ყავა და ესე ეგენც და საკვებიდანაც. ჯამში სადღაც 2.5 ლიტრამდე უნდა ავიდეს ადამიანი. თუ ცოტა წყალს სვავს, შარდი არის კონცენტრირებული და კონცენტრირებულ შარდში მარილები რო შეკავშირდეს და წარმოიქმნას მარილის ქვები, ძალიან დიდი ალბათობაა. ამიტომ წყლის დალევა არის აუცილებელი. მარტივი ტესტი მაგისთვის არის, რომ შარდს რო დახედავ, არ უნდა იყოს ქარვისფერი ყვითელი, არ უნდა იყოს, მუქი ყვითელი არ უნდა იყოს, უნდა იყოს ღია ყვითელი უნდა იყოს. ძალიან თეთრიც არაა საჭირო, აი მოყვითალო უნდა იყოს ჯანსაღი შარდი, მოკლედ, მაგით შეგიძლიათ შეაფასოთ, რამდენ წყალს ვსვამთ. აქვე ვიტყვი სხვადასხვა სტილის, სხვადასხვა ტიპის კენჭები არსებობს. კალციუმის კენჭებია ყველაზე ხშირი, ან 80% შემთხვევაში რო ამბობენ ქვას თირკმელში, გულისხმობენ როგორც წესი კალციუმის. თუმცა არსებობს ურატების დაგროვების შედეგად დაახლოებით 5%-ში, 7%-ში ეგეთია. და აი ვისაც აქვს პოდაგრა იმ ადამიანს, ან დიაბეტი, ვისაც აქვს უვითარდებათ ესეთი ტიპის ქვები. ინფექციის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს კლეფსიელა, პროტეუსი, ესეთი ბაქტერიებია, მათი საშარდე გზების ინფექციის შედეგად განვითარდეს მესამე ტიპის ქვები. ეგ უფრო მეტად ქალებში გვხდება. მოკლედ, წყალს როცა სვავს ადამიანი, ერთ-ერთი უნივერსალური დაცვაა წყლის დალევა, რომ ნაკლები კენჭები გაუჩეს და თუ წყალს არ სვავს, დაახლოებით 60%-ით მომატებული აქვს ამ ადამიანს კენჭების რისკი. მეორე, რასაც ვაკეთებთ, არის რომ მარილს ვჭამთ. მარილი კულტურულია რა საქართველოში, იმდენ მარილს ვჭამთ, რომ მეტი არ შეიძლება. 6 გრამი არის მაქსიმუმი, აი ზედა, ყველაფრიანად რასაც ჭამ, 6 გრამს არ უნდა აცილდეს მარილი, თორე დიდად იწვევს კენჭების ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს, მათ შორის წნევას, მაგრამ თირკმელში კენჭებსაც იწვევს, რაც ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეხლა როგორ იწვევს? სინამდვილეში თირკმელს აქვს ეს ფუნქცია, რომ როცა მარილი ბევრია, გამოდევნისა მარილს, მაგრამ მარილის გამოდევნასთან ერთად გამოდევნის ასევე კალციუმს. და კალციუმი რო გამოიდევნება დიდი რაოდენობით შარდში, ის ყალიბდება ქვებად.
ანუ შეიძლება ადამიანს კალციუმის სიხში ნორმაში კონდეს, მაგრამ მეტი კალციუმი გამოიდევნოს თირკმელებიდან და ამან ქვები გააჩინოს კენჭები. აი ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ მარილის დონე გააკონტროლოს ადამიანმა. სხვა სარგებლებზე აღარაფერს ვამბობ, ბევრი ამისთვის არის კარგი მარილის გაკონტროლება. ნორმა არის 2.3 გრამი ეს ნატრიუმი რომ მიიღოს ადამიანმა, ხო ნატრიუმ ქლორს იღებს რეალურად მარილის სახით, მაგრამ ნატრიუმი არის ხოლმე იქ მთავარი მოთამაშე, რომელიც ამ კენჭებს წნევს და რაღაცას იწვევს და ამიტომ რომ ნატრიუმს აკონტროლებს. ეგ დაახლოებით არის 6 გრამი მარილი რა, უხეშეს რო ვთქვათ, 6 გრამს არ უნდა აცდე. მესამე, რაც კენჭების განვითარებას ხელს უწყობს, არის ხორცის ჭამა. ბევრ ხორცს როცა ვჭამთ, პურინების რაოდენობა იზრდება ჩვენს ორგანიზმში და ეს პურინები შარდს ქმნის მჟავეს, ანუ შარდის pH-ს ქმნის მჟავეს, ანუ შარდი უფრო მჟავასავით ხდება. ხო წარმოგიდგენთ, წყალია ნეიტრალური და აქეთ მჟავა, იქით ტუტე. და აი აქეთ გადმოდის უფრო შარდი, მერე მჟავა ხდება და ურის მჟავებით იქმნება ხოლმე მერე კენჭები და ამიტომ ხორცი, თევზი, კვერცხი ესენი აი ურის მჟავებით კენჭების შექმნას უწყობს ხელს. ამიტომ ბევრი ხორცის მიღება არ არის სასურველი. მეორეც აქვს მეორე მექანიზმი, როცა იღებ ბევრ ხორცს, ციტრატების დონეს ამცირებს და ციტრატები მოქმედებს როგორც ბუნებრივი დაცვა კენჭებისგან. ან ციტრატები ხსნადად გარდაქმნის კალციუმს და უშვებს პირდაპირ შარდში ჩვეულებრივ ისე რომ კენჭებად არ ფორმირდება და ციტრატები როცა დაბალია და როცა ბევრ ხორცს ჭამს ადამიანი ციტრატები დაბალია, მერე ემართება ეგეთი რაღაცა. მერე ადვილად ყალიბდება კენჭები. მეოთხე არის ჭარბი წონა. ჭარბი წონა აი ეს არაფერია ვითომ, მაგრამ იმდენად დიდი ზიანი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის ჭარბ წონას, რომ არ თვლი იმას, რომ ქრონიკულ ანთებას იწვევს ორგანიზმში, არ თვლი იმას, რომ დიაბეტის რისკს ზრდის, არ თვლი იმას, რომ გულის დაავადებების, სიმსივნეების რისკს ზრდის. მჟავა თქმის შარდს და ურის მჟავების დაგროვებას იწვევს ესეც და ასეთი კენჭების წარმოქმნის რისკს აძლიერებს მნიშვნელოვნად. ასევე ინსულინ რეზისტენტობა, რომელიც ხშირად არის ასოცირებული, აზოტის პროდუქცია თირკმელების მიერ მცირდება და ეგეც დამატებით შარდს უფრო მჟავად ქმნის და კიდე დამატებითი რისკია, რომ წარმოიქმნას კენჭები. ამიტომ ჭარბი წონა დამოუკიდებელი რისკ ფაქტორია. დამოუკიდებელი რისკ ფაქტორია კვებისგან. ანუ ეგ არის ფიქრობს, რომ მაგალითად აი რო ვიკვებები ბევრს რო ვჭამ, მაგიტო კი არა, დამატებითაც ჭარბი წონა რისკია თირკმელების კენჭების. მეტიც ადამიანები როცა ჭარბწონები არიან, ხშირად ჭამენ ხოლმე პურინებით მდიდარ, ფრუქტოზით მდიდარ და ოქსალატებით მდიდარ საკვებს და ეგ კიდე დამატებით ზრდის რისკს. შესაბამისად, ანუ სიმსუქნე მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი რისკ კენჭების რისკს და რაც მეტად მსუქა ხაზოვანი კავშირია რა. ანუ რაც მეტად იმატებს წონაში, მით მეტად გეძლება კენჭების განვითარების ალბათობა. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ წონაში არ მოიმატოს, ან მინიმალურად მოიმატოს ადამიანმა. შემდეგი რაც ფარულად იწვევს კენჭებს არის აი კოლა და პეპსი. ანუ აი ეს სასმელები, ტკბილი სასმელები, ხო სპრაიტზე და 7-up-ზე და ეგეთებზე ნაკლებად. კოლა და პეპსი, რომელიც ფოსფორის მჟავას შეიცავს განსაკუთრებით და ფრუქტოზასაც შეიცავენ ხოლმე ფრუქტოზის სიროპს ზოგიერთი ეს კოლებს რაც ეახიან კრებითად და ეგეც ცუდია. რა შვებიან მჟავიანობას რდიან მნიშვნელოვნად შარდში რა და ეგ არის ნეგატიურად მოქმედებს ეგეც კენჭებზე დაახლოებით 23%-ით ზრდის კენჭების განვითარების ალბათობას. უსაფრთხო დოზა თუ არსებობს კითხულობენ ხოლმე ხშირად. უსაფრთხო დოზა კვირაში 1 ბოთლი დაახლოებით რა რომ დადიოს მიიჩნევა უსაფრთხოდ. და კიდე არის ხოლმე კითხვები აქ რომ აი უშაქრო კოლა და ეგენი რამდენად ასოცირებული. ნაკლებად ასოცირებულია კენჭების განვითარებასთან, მაგრამ მაინც არის ასოცირებული. ანუ სრულიად უსაფრთხო უშაქრო კოლაც არა, მაგრამ შედარებით, ცოტა შედარებით ნაკლებად იწვევს კენჭებს აი ჩვეულებრივი კოლებისგან განსხვავებით. ამიტომ აი ზერო და უშაქრო კოლები უკეთესია, ჯამში უკეთესია ვიდრე შაქრიანი. მეექვსე არის კალციუმს როცა ნაკლებს იღებს ადამიანი.
ახლა ვიღაცა იტყვის რომ კალციუმზე რამდენი ლაპარაკი რომ კალციუმი როცა შარში გადადის ის უკავ შირდება ერთმანეთს და ოქსალატებს და ქმნიან კენჭებს და ესე და რანაირად არის მაშინ კალციუმი ასეთი რამე არსებობს მოკლედ რომ კალციუმი თუ საკმარის რაოდენობით ჭამ ან სვავ საკვებთან ერთად კალციუმი საჭმლის მომნელებელი სისტემაში უკავშირდება ოქსალატებს და გამოდის ჩვეულებრივ განავლის სახით გარეთ. ამიტომ შარდში აღარ უკავშირდება ერთმანეთს. აი ამაშია საქმე. ანუ ყოველთვის ჯობია რომ ნაწლავში დაუკავშირდეს კალციუმი და ოქსალატები ერთმანეთს და გამოვიდეს გარეთ, ვიდრე შარდში დაუკავშირდეს, იმიტომ რომ შარდში შეიძლება კენჭები შექმნას. ეს არის მუღამი. ამიტომ თუ კალციუმს იღებ საჭმლის გარეშე, ეგ პირიქით ცუდია. მაგრამ თუ კალციუმს იღებ საჭმელთან ერთად, განსაკუთრებით ოქსალატებით მდიდარ საკვებთან ერთად, მაშინ ეგ პირიქით კარგია. და უსაფრთხო დოზა რა არის კალციუმის გარი ხოლმე კითხვა 1000 მილიგრამი დაახლოებით 1000-დან 1200 მილიგრამამდე. ნუ თუ ადამიანს როცა ყველი უყვარს და ეგეთი საჭმელები უყვარს, საკმარის რაოდენობით კალციუმს იღებს ისედაც, მაგრამ ადამიანები რომლებიც ვერ იღებენ, ზოგჯერ საკვები დანამატების სახით ნიშნავენ ხოლმე. ან თვითნებურად კალციუმის მიღება რეკომენდირებული არ არის თუ ადამიანს ნორმაში აქვს, ან დეფიციტი თუ არა კალციუმის, რამ სამედიცინო მდგომარეობა თუ არა აქვს, როგორც წესი, კალციუმი თუ კი ყველს და რძის პროდუქტებს ჭამს რეგულარულად, მაშინ როგორც წესი კალციუმი ნორმაში აქვს და თუ არ ჭამს და კალციუმს ვერ იღებს ადამიანი, რა თქმა უნდა, ეგ ადამიანებს ჭირდებათ. და მეშვიდე არის ოქსალატებით მდიდარი საკვები. ოქსალატებით მდიდარი საკვები არის ისპანახი, ნუში, ტკბილი კარტოფილი, შოკოლადი, კაკაო, სოიო, წიწიბურა, შავი ჩაი. ძირითადად ესენი კიდე ბევრი საკვები შეიცავს ზოგადად ოქსალატებს, მაგრამ დიდი რაოდენობით ესენი შეიცავენ და ეს ოქსალატები როგორც გითხარი შეიწოვება, შემდეგ გადადის შარში უკავშირდება კალციუმს, წარმოქმნის კენჭებს. იმისთვის რომ თავიდან ავირიდოთ. რა უნდა ვქნათ? უნდა მივიღოთ კალციუმთან ერთად, მაგალითად ეგეთი საკვები მიიღე ყველთან ერთად და ყველი შეუკავშირდება, ყველის კალციუმი შეუკავშირდება ამ ოქსალატებს და გამოიდევნება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. ან კალციუმის საკვები დანამატები, რა თქმა უნდა. ეხლა ვთქვათ რა გავაკეთოთ. რა გავაკეთოთ და პირველი წყალი უნდა დავლიოთ საკმარის რაოდენობით და აი გაითვალისწინეთ ძალიან მარტივად რა, რომ შარდი უნდა აკონტროლოს. შარდის ფერი თუ არის ღია ყვითელი, კაია, მოკლედ საკმარის რაოდენობით წყალს იღებ. გაითვალისწინეთ ასევე ზაფხულის ცხელ დღეებში მეტი წყალი უნდა დალიო. ვარჯიში თუ ვარჯიშობ, მეტი წყალი უნდა დალიო. ძალიან მნიშვნელოვანია. და ისიც უნდა გახსოვდეს, რომ ყოველი 9 ლიტრი წყალს თუ სვავ მეტს, ცოტა მეტს, ძალიან ბევრი წყლის დალივაც არაა სასურველი. მაშინ 8% ამცირებს დაახლოებით თირკმლებში კენჭის გაჩენის ალბათობას. მეორე მნიშვნელოვანი არის მარილის შემცირება. მარილი როგორც გითხარით დაახლოებით აი 5-6 გრამზე ნაკლები უნდა იყოს, 5 ან 4 ან 3, რაც მეტად შეამცირებ მარილს, მით უკეთეს. ის ზღაპარია, რომ ამბობენ ხოლმე, რომ ისა აბა ქლორი საიდან და მიიღოს ადამიანმა და რაღაცა ნატრიუმი საიდან და მიიღოს ადამიანმა. მოკლედ ბევრი კვლევებია ჩატარებული. ადამიანი რომელიც იკვებება ჩვეულებრივ, აი ყოველდღიურ საკვებს, რასაც ჭამს ადამიანი და აი საერთოდ რა ამოღებული კონდეს ცალკე მარილი. არ გულისხმობ იმას, ახლა პულს რო ყიდულობ, პულშიცაა მარილი. მაგას ვერ ამოიღებს, რა თქმა უნდა, მაგრამ აი დამატებით მარილი რო კონდეს ამოღებული, საკმარისი რაოდენობით მინერალებს, ნატრიუმსაც, ქლორსაც და სხვა მინერალებსაც ისე ზღებულობს ადამიანი. ამიტომ ანუ ის ზღაპარია, რომ ადამიანები ამბობენ, რომ აი მე ჭამ იმიტომ მარილს, რომ ქლორი მივიღო. ეგ არ არის სერიოზული მიდგომა. მე არ ვამბობ ხა ადამიანს თუ ფაღარათი აქვს და გულისრევა აქვს და კარგავს ელექტროლიტებს მნიშვნელოვნად, მაშინ მინერალების მიწოდება საჭიროა ელექტროლიტების. მაგრამ ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ჩვეულებრივ ადამიანს ყოველდღიურობაში დამატებით მარილი არ ჭირდება. კალციუმის მიღება არის შემდეგი, განსაკუთრებით თუ ოქსალატებით მდიდარ საკვებს ჭამს ადამიანი, ან თუ მიდრეკილება კენჭებისკენ, დაახლოებით ისე რომ დღეში 1000 მილიგრამი გამოვიდეს კალციუმი. საკვებთან ერთად აუცილებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. რძის პროდუქტები, ყველი, იოგურტი, რძე, ყველაფერი მოკლედ კარგია კალციუმის მხრივ. საკვებთან ერთად ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ნაკლები ცილების მიღება, თუ კი მიდრეკილია ადამიანი, განსაკუთრებით ურის მჟავით გამოწვეული ქვების მიმართ, მაშინ ჯობია რომ შეამციროს და შემდეგი არის ციტრატების მიღება. ციტრატები რა იბა ციტრუსები, ან ლიმონწყალი მაგალითად, აი თირკმელებისთვის კაია, მაგ მხრივ, კენჭების
გაჩენის ალბათობას უშლის ხელს ამცირებს. ძალიან მნიშვნელოვნად არა, მაგრამ ამცირებს. ციტრუსების ჭამა, პორტოხალი, ლიმონი, მანდარინი ესენი კარგია ძალიან. ციტრატების საპლამენტების გამოიყენება ზოგჯერ როცა ადამიანს მუდმივად მიდრეკილება აქვს რომ კენჭები გაუჩეს, მაგრამ ხშირად არ არის ხოლმე. და კალიუმით მდიდარი საკვებიც მნიშვნელოვანია და მაგნიუმი ასევე. მაგნიუმიც იკავშირებს ოქსალატებს, ამიტომ მაგნიუმის მიღებაც მნიშვნელოვანია თუ კი ოქსალატებით მდიდარ საკვებს ჭამთ. ისედაც მაგნიუმი ძალიან კაია ორგანიზმისთვის და მაგ მხრივაც 400 მგ მაგნიუმის საკვები დანამატი ძალიან ბევრი ადამიანი იღებს და კარგია იმისთვის რომ შეიკავშიროს დამატებით და გაანეიტრალოს ოქსალატები. თირკმელებისთვის მოკლედ კარგია. შვიდი არის თავიდან ავიცილოთ ეს კოლა და ეგეთი ისინი თუ შეგვიძლია რა თქმა უნდა. მერვე არის დამატების რომ ფიზიკური აქტივობა დამატებით რისკს ქვევით წევს იმ თირკმელების კენჭების განვითარების. და ბონუსად ვიტყვი კიდე რომ 1000 მგ-ზე მეტი C ვიტამინი არ მიიღოთ დღის განმავლობაში, იმიტომ რომ თირკმელებში კენჭის განვითარების ალბათობა ზრდის. ამიტომ 1000 მგ-მდე უსაფრთხოა C ვიტამინის მიღება, 1000-ზე მეტი სასურველი არ არის. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა მიდგომა როგორია? 5 მმ-მდე თუა კენჭი ან პატარა კენჭები თუა, საკმარისი რაოდენობით წყლით და ალფა ბლოკერით ტამსულოზინი მაგალითად გამოიდევნება 4 კვირის განმავლობაში როგორც წესი. 5-დან 10-მდე უკვე ჭირდება ხოლმე თერაპია, 2 სანტიმეტრამდე ლითოტრიფსიით იშლება, 2 სანტიმეტრს ზევით უკვე ზოგჯერ ქირურგიული ოპერაცია ჭირდება ხოლმე. მოკლედ, ბევრი საშუალებაა ეხლა თანამედროვე კენჭების დაშლის, ეგ მკურნალობა უმეტესად პრობლემა არ არის, მაგრამ პრობლემა არის ხოლმე, როცა იჭედება და როცა ძალიან ძლიერი ტკივილები აქვს და ასევე როცა სხვა დაავადებებთან არის ასოცირებული. ეგ არის პრობლემა, ამიტომ კენჭების მიმართ ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, რასაც ვაკეთებ და თუ გინდათ მხარი დაუჭიროთ ჩემს არხს, ამისთვის დონაციები შეგიძლიათ გააკეთოთ, ანგარიშის ნომრები მაქვს მითითებული აღწერაში. ან პატრეონზე, ან ვისაც ჩემთან ექსკლუზიური კონტაქტი გინდათ, პატრეონზე შეგიძლიათ გამომწეროთ, დონაციის გვერდია პატრეონიც, მაგრამ იქ თან, ანუ ვინც გამომიწერს, მას შეიძლება რომ პირადი მიმოწერა ქონდეს ჩემთან. და აი კითხვები რაც გექნებათ, რასაც შევძლებთ, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ. ვისაც დონაციების და ამ მხრივ საშუალება არ გაქვთ, ან სურვილი არ გაქვთ, ეგეც არ არის პრობლემა, უბრალოდ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ არხს. და ლაიქებით, და შეარებით, და კომენტარებით. YouTube ამით ხვდება ხოლმე რომ საინტერესოა ვიდეო და აჩვენებს სხვა ადამიანებსაც. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.